აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რაც ხდება აქ ამ ბაღში. დღისით ვზისით მოვიდნენ ჭრიან ხეებს და გაცემული არის ნებართვები ისეთ ხეებზე, რომელიც ჯამთელი არის. ეს ყველა დაუშვებელია, ეს ეწინააღმდეგება პარლამენტის დადგენილებას, საკრებულოს გადაწყვეტილებას, აგრეთვე ქალაქ თბილისის მერის დადგენილებას, სადაც ახასგასმულია, რომ სკვერებსა და პარკებსა და ბაღებში არ შეიძლება მწვანე ნარგავების განადგურება და მშენებლობა. ეხლა თქვენ დამეწუნეთ, რომ ცოტა ხანში აი ამ ადგილას, სადაც ეს ხეები მოიჭრა, აქ იქნება წამოჭიმული რაღაც მრავალპროფილიანი ოფისები და მშენებლობები იქნება წარმოებული. ამაში იყავით არწმუნებული და აი ამ ხალხმა რა დააშავა, ეხლა ზაფხულია, დაწყება, სად უნდა დაждდეს? აი სად უნდა დაისვენოს, მე არ ვიცი. ეს არის ყველა დაუშვებელი და უბრალოდ გულდასაწყვეტია ის, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა ასე ეკიდება გამწვანებულ ტერიტორიებს. რაიმე საბუთი არსებობს იმის? საბუთი რა თქმა უნდა, ეხლა მოტანილი აქვს საბუთი, თითქოს ეს არის განხმარი ხეები. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ისე არაკეთებენ, რომ რაღაც საბუთი არ მოიტანა, მაგრამ თვითონ ეს საბუთი არ არის სწორი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ აქ მერის წარმომადგენლებსაც ვანახეთ, რომ ის ხეები, რომელიც მოიჭრან, უმრავლესობა არის რეალურად ჯამთელი ხე და ის გაიცემა ეს ნებართვები, რომ თეთრ და შავი წერია რა.